როგორ მოხდა ავარია? არ ვიცი. დეტალები ავარიის. არ ვიცით. რას ამბობენ, როგორ არ ვიცი, არაფერი არ ვიცით. როგორ მოხდა დამნახავი არა ვართ, მარტო ხმა გავიგეთ ჩვენ. იყო ვინმე ვინც დაინახა? ვერ გეტყვი გავედით გარეთ, უკვე ხალხი გამორბოდა აქეთ იქედან და რას ამბობს თვითონ ხალხი? როგორ მოხდა ავარიაო? ვერ გეტყვი, დამნახავი არც არავინ არ არის. მარტო დაინახეს რომ ბავშვები ეყარა ბიჭები არხში და დამთავრდა. რამდენი ადამიანი გარდაცვლილი? ამბობენ ორი ადამიანია გარდაცვლილი, ასე ამბობენ და დაშავებული რამდენი ხომ არის? სამი იყვნენ სულ. ერთი დაშავებულია და ორი გარდაცვლილი. ასაკი ხომ არის ვერ გეტყვი. შემოიყვანეს, ავარია მოხდა, ავტოკატასტროფა, ერთი დაღუპული იყო ფაქტობრივად რომ შემოიყვანეს ერთი პაციენტი. მაჯარი იყო, წნევა არის იღებდა, გარდაცვლილი იყო. მეორე პაციენტი იყო შეკრულ მდგომარეობაში, კონტაქტი შემოდიოდა, მაგრამ წნევა დაბალი იყო, პულსიც არ იყო ნორმალური, შოკში იყო. იყო სავარაუდოდ შინაგანი სისხლდე. მერე კატასტროფა ადგილზე არ აყვავს მოგეხსენებათ. აზრი არ ქონდა ესეთი ძლიერის იყო აქ უკვე დაზიანება, მაგრამ მაინც ჩვენ ვეკავდით, ვერ დავუკავ. მერე გადავწყვიტეთ რომ გადაგვიყვანა ჩვენი მანქანით. სასწრაფოდ გადავიყვანეთ და გზაში დაიღუპა. ექთანის გავაყოლეთ, ექიმის გავაყოლეთ, მორიგე. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება იყო. მაგრამ ისევ ნერვიულობ არაფერი არ ვიცი. ჯანელიძე, მე მგონი და გელენიძე ერთი. ახალგაზრდა ბიჭები არიან 21-22 წლის. ორი დაიღუპა და ერთი გადარჩა. გვარი არ ვიცი, ის ახალგაზრდა ბიჭია, მათი მეგობარია. ასაკი მოხდა? დაახლოებით 21-22 წლის. ანუ ესენი მანქანაში იყვნენ თუ? არა, მანქანას აკეთებდნენ და დაეჯახნენ. დავარაუდოთ ესე ვიცით, ხა ჩვენ რაც გითხრას. მომავალი მანქანა დაეჯახნენ. მე მგონი მომავალი მანქანა. რა ტერიტორიაზე? ქუთაისის ხონის გზაზე.